მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებ ჩვეუთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის გალაქტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის ორენოვანი გამოცემის ფარგლებში. აღნიშნული მატიანე ბიობიბლიოგრაფიული ნაშრომია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული ყველა ინფორმაცია. მატიანის მოსამზადებლად მიმდინარეობს ტექსტოლოგიური კვლევების სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის არის მოვლენებისა თუ ჩანაწერების დასათარიღებლად და ქრონოლოგიურად განთავსებლად, ინფორმაციის დასაზუსტებლად, პირთა იდენტიფიცირებისთვის საჭირო კვლევები. ამ კვლევებში დიდ დახმარებას გვიწევს პოეტის ლექსებისა და ჩანაწერების აქამდე გამოქვეყნებული ტომეულები, მის შესახებ დაბეჭდილი მრავალი სტატია თუ ნაშრომი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზაში ივერიელი და ლიტერატურის მუზეუმის მომზადებულ ვებგვერდზე განთავსებული მასალები. ამჯერად განვიხილავთ დათარიღებასთან დაკავშირებულ რამდენიმე კვლევას, რაშიც ხელი შეგვიწყო პოეტის სრულად გაციფრულებულმა არქივმა. 1940 წლის 11 აპრილის დღიურში ამავე წელს შარვალ რადიანისა და პროკლე ყეყელიძის შედგენილი ქართული ლიტერატურის მე-20 საუკუნის ქრესტომატიაში მე-10 კლასისათვის თავის ერთ-ერთ ლექსში 1 მაისი დაშვებული შესტომის გამო, რის შესახებაც არ ცნობა შალვა რადიანის მეუღლემ ქეთევან ირემაძემ წერს. შეცდომა რჩება შეცდომად. მეტაფორა ამ სიტყვების ბორკილებს, ბრძოლებს, მაგერ ვერ მივიღებთ, ვინაიდან ლექსში დარღვეულია რიტმი და არის შიგ ერთი ზედმეტი მარცვალი. ყოველი მასწავლებელი ამაში ადვილად გაერკვევა, აგრეთვე მოწაფეც, ვინაიდან ამ ლექსს გადიან მე-10 კლასში, სადაც მოწაფეები გაცნობილი არიან ლექსს წყობას, ვისაც ეს ესმის რაიმე ბოროტ გაზრახვას აქ ვერ დაინახავს. ცნობილია, რომ გალაქტიონ ტაბიძე ერთი და იმავე ტექსტს რამდენჯერმე იწერდა სხვადასხვა დღიურში ან ცალკეულ ფურცლებზე. ასეთი შემთხვევა გვაქვს ფურცლზე დაწერილი უთარიღო ტექსტთან მიმართებით. შეცდომა რჩება შეცდომად. მეტაფორად ამ სტრიქონების მიღება არ იქნება, ვინაიდან ლექსში დარღვეულია რიტმი და არის შიგ ერთი ზედმეტი მარცვალი. ყოველი მასწავლებელი ამაში ადვილად გაერკვევა, აგრეთვე მოწაფეც. რადგან ამ ლექსს გადიან მე-10 კლასში, სადაც მოწაფეები გაცნობილი არიან ლექსის წყობას. ვისაც ეს ესმის რაიმე ბოროტ განზრახვას აქ ვერ დაინახავს. კორექტურული შეცდომები თვით პირველხარისხოვან გამოცემებშიც გვხვდება. რადგან უთარიღო ტექსტი სრულად იმეორებს ზემოთ მოყვანილ 1940 წლის 11 აპრილის ჩანაწერს, ამ უთარიღო ჩანაწერს ვათარიღებთ ამავე წლის თვითად და რიცხვით. ასეთივე შემთხვევა გვხვდება ერთ-ერთ დღიურში, რომელიც ისხება უთარიღო ჩანაწერით ვლადიმერ მაიაკოვსკის საღამოს შესახებ. მაიაკოვსკის საღამო ფილარმონიაში საზოგადოება იკრიბება ძალიან ნელა. ეს გალაქტიონია, მე ვიცნობ, ხოლო თვითონ ვერ მცნობსო, ღიმილით ამბობს ილია თავაძე. დარბაზი ნახევრად სარიელი, ღეჭვით ხითხულობს არიონ მაშაშვილი. მასში არის დიდი უზრდელობის ტონი. მაშაშვილს არავინ ყურს არ უგდებს. სოციალისტური ლირიკის პოეტი. ბეზოჟღენტი პუშკინის ლერმონტოვის ტრადიცია. ჩანაწერის ნაწილი თითქმის სიტყვასიტყვით მეორდება 1940 წლის 14 აპრილის დღიურში. ფილარმონიაში შედგა მაიაკოვსკის საღამო, საზოგადოება იკრიბებოდა ძალიან ნელა. ეს გალაქტიონია, გამასნე სავაძე, მე ვიცნობ, ყოველ თვითონ ვერ მცნობსო, ღიმილით ამბობს ილია თავაძე, დარბაზია ნახევრად სარიელი, სულიერი განწყობილება. საპანაშვიდო და პატარა სურათი მაიაკოვსკის, დიდი სურათები ლენინისა და სტალინის, ღეჭვით კითხულობს რაღაცას მაშაშვილი, მას არამე ყურს უგდებს, ბეზოჟღენტი პუშკინიდან, ლერმონტოვიდან მოდის. შესაბამისად ვფიქრობ, რომ უთარიღო ჩანაწერი უნდა დათარიღდეს ამ ჩანაწერის მიხედვით 1940 წლის 14 აპრილით. 1941 წლის 1 მარტის დღიურის ჩანაწერში სათაურით მუსიკის შესახებ კითხულობს
სწორედ 20 წლის წინ 1921 წელს ჩემი ლექსის პოეზია უპირველეს ყოვლისა. სიტყვებზე დიმიტრი არაყიშვილმა დასწერა სიმღერა გუნდისთვის. მშვენიერი სიმღერა გამოვიდა. იგი შესრულებული იქნა გუნდის მიერ მწერალთა სასახლეში. ტრადიციულ პოეზიის დღის საღამოზე. აგრეთვე ჩემს საიუბილეო საღამოზე რუსთაველის თეატრში 15 წლის აღსანიშნავად. 1921 წელს დაწერილი სიმღერა შეიძლებოდა შესრულებულიყო იმავე წელს ან 1922 წელს, რადგან პოეზიის დღე 7 მაისის საქართველოში აღენიშნებოდა 1920 წლიდან, როდესაც დაარსდა ამავე სახელწოდების გაზეთი. მაგრამ ამ წლებში მწერალთა სასახლეში საღამოს ჩატარების შესახებ ინფორმაციას ვერ მივაგვლიათ. სამაგიეროდ 1923 წლის გაზეთში ტრიბუნა ვანო ბუთლიაშვილის სტატია პოეზიის დღე გვამცნობს, რომ 7 მაისს ხელოვანთა სასახლეში გამართულ საღამოზე შესრულდა პოეზიის ჰიმნი, რომლის სიტყვები ეკუთვნის გალაკტიონ ტაბიძეს. ამავე გაზეთის 10 ივნისის ნომერში ქვეყნდება რუსთაველის თეატრში 17 ივნის გალაკტიონ ტაბიძეს სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლიდან 15 წლის თავისად მიძღვნილი საზეიმო საღამოს მომწყობი კომისიის განცხადება იმის შესახებ, რომ მომღერალთა გუნდი შეასრულებს პოეზიის ჰიმნს გალაკტიონ ტაბიძის სიტყვებს, რომლის ავტორია დიმიტრი არაყიშვილი. ლექსის პოეზია უპირველეს ყოვლისა მიხედვით დიმიტრი არაყიშვილის დაწერილი სიმღერა მწერალთა სასახლეში უნდა შესრულებულიყო 1923 წლის 7 მაისს. 1951 წლის დღიურში აღნიშნავს, რომ 21 იანვარს შეხვედრა მოეწყო რუსული გამომცემლობის „ზარია ვოსტოკას“ თანამშრომლებთან. იყო ყვავილები და ეს იყო პირველი საღამო იმ წლისთვის. გაზეთი „ზარია ვოსტოკას“ მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ შეხვედრა გაიმართა 25 იანვარს. გალაკტიონ ტაბიძის ჩანაწერს ორი გვერდის შემდეგ მოსდევს 25-26 იანვრის ჩანაწერები, რომლებშიც ამ საღამოს შესახებ არაფერია ნათქვამი. ფიქრობთ, რომ პოეტი წინასწარ ვერ ჩაწერდა საღამოს საბეჭდილებას და საგაზეთო პუბლიკაციაში შესწომით არის თარიღი შეტანილი, შესაბამისად შეხვედრა უნდა გამართულიყო არა 24, არამედ 25 იანვარს. მატიანიშიც შევიტანეთ ამ თარიღით. 1941 წლის 3 მარტის დღეში კითხულობთ. ყაურჩიშვილი აღტაცებით ლაპარაკობდა აკადემიის სესიაზე. იქ ჩატარებულ მოხსენებებზე, აკადემიის გახსნაზე, ვიყავი მხოლოდ შემდეგ სხდომებზე. პირველ გახსნაზე ვიყავი, მხოლოდ შემდეგ სხდომებს ვერ დავესწარი და ძალიან მნანო. საუბარია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველი სესიის შესახებ, რომელიც 1941 წელს გამოცემული ბუკლეტის საქართველოს ССР მეცნიერებათა აკადემიის პირველი სესია 1941 წლის 27 თებერვალი 22 მარტი მუშაობის გეგმა აღნიშნულია, რომ გაიხსნა სესია 27 თებერვალს და დასრულდა 2 მარტს. გალაკტიონ ტაბიძე სესიის პირველ სხდომას დაესწრებოდა 27 თებერვალს და მატიანიშის წეს მოვლენა ამ თარიღით შევიტანეთ. 1941 წლის დათარიღებულ დღიურში წერს. ვინ არის ელენე რუხაძე, რომელმაც ჩემს შესახებ უნდა ჩააბაროს ნაშრომი უნივერსიტეტში შალვარადიანს, იქვე ინიშნავს ილია ჭავჭავაძის სახელობის მესამე სკოლის ტელეფონის ნომერს. 1941 წლის 31 მარტის დღიურში კი წერს, რომ ესტუმრა შალვარადიანის მოსწავლე ელენე რუხაძე და ილია ჭავჭავაძის სახელობის მესამე სკოლიდან აცნობებს, რომ 15 მარტის შეხვედრასთან დაკავშირებით მოსწავლეები უმზადებენ ალბომს. ამავე დღიურის მომდევნო გვერდებზე ჩაწერილი აქვს კიევში გაზეთის უკრაინსკი კომსომოლეცის რედაქტორთან გასაგზავნი წერილი, რომლის შესახებ სხვაგან ხვდებით
პირველ აპრილს ჩაწერილ ინფორმაციას, რომ წერილი უკვე გაგზავნილი აქვს. აქვე ინიშნავს 1 აპრილის სატელეფონო საუბარს უცნობ გოგოსთან, რომელსაც სხვა დღიურის 1 აპრილის ჩანაწერშიც იმეორებს. შესაბამისად, ეს უთ არ იყო ჩანაწერი, შესრულებული უნდა იყოს 1 აპრილს. 1941 წლის 6 მარტის ჩანაწერის შემდეგ დღიურში კითხულობს რიქონების რიცხვი წამოღებული წიგნიდან უნდა დაემატოს კიდევ 3553. სხვა დღიურში 8 აპრილს წერს. წამოვიღე გადასათვალიერებლად ფედერაციიდან აკაკი გაწერელიას და შალვა დემეტრაძის მიერ შეჩეული მასალები ჩემი წიგნისა, ძირითადად წიგნი კარგადაა, უნდა დაემატოს ახალი ლექსები. ამ შემთხვევაში იგულისხმება გამომცემლობაში ფედერაცია მიტანილი წიგნი მშობლიუროს ჩემომიწა, რომელიც გამოიცა მომდევნო წელს, ანუ 1942 წელს, რიკონების დათვლა უნდა დაეწყო მასალის გამომცემლობიდან წამოღების დღეს, 8 აპრილს, ან შემდგომ. მაგრამ არა უგვიანეს 13 აპრილისა, რადგან მომდევნო ჩანაწერის მიხედვით 14 აპრილს დილის 9 საათზე გორში იმყოფება საღამოში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად, ჩანაწერი დავათარიღეთ 8 აპრილიდან 14 აპრილამდე. 1953 წლის უბის წიგნებში 22 ივნისის ჩანაწერის შემდეგ წერს უსათაურო ლექსს. მშობლიურ ჰანგებს დაუხდე ყური. ლექსი ასევე უსათაუროდ მშობლიურ ჩანგებს დაუხდე ყური პირველად დაიბეჭდა ჟურნალის მნათობი 1946 წლის ოქტომბერ-ნოემბრის ნომერში. თარიღით 1955 წლის 9 მაისი. ასევეა დათარიღებული ლიტერატურის მუზეუმში დაცული 2 ვარიანტი მცირე ცვლილებებით. ლექსი კი ფიქრობთ რეალურად დაწერილი უნდა იყოს 1953 წელს, რადგან 2 სხვა ავტოგრაფული ვარიანტი, მათ შორის ერთ-ერთი სათაურით ბრიანსკის ტყეები ავტორს დათარიღებული აქვს 1953 წლით. 1945 წლის დღიურშიც ამავე ოდნავ განსხვავებულ ვარიანტს თარიღად უწერს 1953 წელს. ამჯერად წარმოგიდგენთ საარქივო მასალის მიხედვით დათარიღებისთვის ჩატარებული მხოლოდ რამდენიმე კვლევის მაგალითი და გამადლობთ ყურადღებისთვის.